ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს. ეს იქნება საშინელი შეცდომა და ეკონომიკური თვითმკვლელობა, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. ვარაუდობენ, რომ სრუტის დახურვა გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის, ჩვენ მათ ბირთვულ ამბიციებთან ვართ ომში, აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და ამბობს, რომ შტატებმა გუშინდელი ოპერაციით ირანის ბირთვული პროგრამა წლობით უკან დახია. რუსებმა უკრაინის სამხრეთით შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის საწვრთნელი პოლიგონი დაბომბეს. ზუსტი ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება. დაღუპულია სულ მცირე 3 და დაშავებულია 11 პირი. სერგეი ტიხანოვსკიმ პატიმრობის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. 5 წელზე მეტი გავატარე იზოლატორში, თითქმის 3 წელი წერილიც არ მიმიღია. ეს იყო სრული იზოლაცია, თქვა ტიხანოვსკიმ. როდესაც 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ შვილებთან პირველ შეხვედრაზე საუბრობდა, მან ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა. ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი ლუკაშენკომ ამერიკის შუამავლობით გუშინ შეიწყალა.